პერფექციონიზმი. წინა ვიდეოში გაკვეთ ვახსენე პერფექციონიზმი და მომინდა რომ ამ საკითხზე ცოტა დეტალურად მესაუბრა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გაუგებრობა იყო ჩემსა და პერფექციონიზმს შორის ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ანუ ხალხო პერფექციონისტი მეგონა ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იდეალურად. და რეალურად პერფექციონისტი არის ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ თავიდანვე იდეალურად არაფერი არ გამოსდის, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. რატომ ვართ პერფექციონისტები? ჩემს შემთხვევაში ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან დიდი მოლოდინები იყო ჩემზე დამყარებული. ყველა ჩემგან ელოდა რომ სრულყოფილად შევასრულებდი ნებისმიერ ტასკს და არასრულყოფილად შესრულებული დიდად ვარიანტად არ განიხილებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ზრდასრულობაში აი ძალიან ცუდად ითარგმნება, იმიტომ რომ თავიდანვე რომ იდეალურად გამოგვივიდეს რაღაც თითქმის შეუძლებელია და მეტიც საერთოდ თუ რამე მიგვაახლოვებს სრულყოფილებასთან არის ის რომ თავიდან ვცადოთ არასრულყოფილად, არ გამოგვივიდეს, მერე ჩავასწოროთ რაღაცეები, მერე კიდევ ვცადოთ და ესე ნელ-ნელა შეგვიძლია მივუახლოვდეთ სრულყოფილებას. მაგრამ როცა თავიდანვე მიჩვეული ხარ რომ იდეალურად უნდა გამოგივიდეს ყველაფერი, შეცდომების დაშვების ადგილი ფაქტობრივად აღარ გრჩება. და არ ვიცი, ანუ მართლა რა ჩამოთვლის, იმდენ რაღაცაში ვიყავი, ესე პარალიზებული, იმიტომ რომ თავიდანვე კარგად არ გამომდიოდა და რა ვიცი, თუნდაც აი სოციალური მედია რომ ავიღოთ, ძალიან დიდი ხანი მინდოდა დაწყება, თუმცა წარმოდგენაც კი მზარავდა იმ ფაქტის, რომ სადღაცა რაღაცა არასწორი მეთქვა ან რაღაცნაირად ანუ არასრულყოფილი ყოფილიყო editing-ი, ან ჩემი ვიზუალი, ან ჩემი გადმოცემის უნარი, ანუ ყველა მხრიდან გიტევს ეს პერფექციონიზმი. და მე მოკლედ ვარისერჩე ეს ყველაფერი როგორ უნდა გადამელახა და თითქმის ყველგან ერთი და იგივე რჩევა ამოვიკითხე, რომ ნელ-ნელა პატარ-პატარა დისკომფორტები უნდა შეაპარო და აჩვენო შენს ტვინს, რომ არ მოკვდები რაღაცას იდეალურად თუ არ გააკეთებ. და სხვათა შორის არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში ანუ საკმაოდ სწრაფად იმუშავა ამან, იმიტომ რომ ანუ რა წამსაც ჩემმა ტვინმა დაინახა, რომ მართლაც არ მოვკვდი და ისიც დაინახა, რომ რამდენჯერმე რაღაცის გამეორებით უკვე რაღაცნაირად შენს უმჯობესდები და უმჯობესდები, ეს პერფექციონიზმის შიში რაღაცნაირად ანუ ბოლომდე მომეხსნა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი მომეხსნა. ამიტომ თუ გინდა რომ რაღაცა კარგად გამოგივიდეს, ნუ დაელოდები იდეალურ მომენტს და ნუ გეგონება რომ რაღაც ერთ დღესაც გაიღვიძებ და всё, ანუ იდეალურად გააკეთებ ყველაფერს. ეგ დღე დადგება მარტო მაშინ, თუ შენ რაღაცას დაიწყებ, არაიდეალურად გააკეთებ, შეცდომებს დაუშვებ და შემდეგ უკვე ამ კორექტირებების შედეგად მიხვალ იმ შედეგამდე, რომელიც შეიძლება იდეალური არა, მაგრამ ძალიან ახლოს იქნება იდეალურთან.